რადიო იმედზე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ კლასიკურ მუსიკაზე საუბარს. პირდაპირ ეთერში გვერდება თემურ ხორხომელიძე, რომელიც არის არაერთი საინტერესო გამოცემისა და ნაშრომის ავტორი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, გავაგრძელებთ ისევ ჩვენ საუბარს, რომელიც წინა კვირას დავიწყეთ, მაგრამ დღეს ჩვენ გამოკვეთილად ვისაუბრებთ ძმები შანიძეების ისტორიის შესახებ. მოგესალმებით ბატონო თემურ და დიდი მადლობა რომ გვერდდებით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა თქვენ კალბატონო თეიკო დიდი ყურადღებით გისმენთ ძმები შანიძეების შესახებ ძალიან სიამოვნებს საუბარი მე ძალიან მინდა რამდენჯერმე გავიმეორებ ძალიან მინდა რომ ჩვენმა მომავალმა განსაკუთრებით ჩვენმა მომავალმა თაობამ იცოდეს როგორი წინაპრები ყავდათ მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა რომ აქ საუბარი მე ბევრჯერ ვიხმარ დღეს სიტყვა ლეგენდას იმიტომ რომ საუბარია ლეგენდარულ სიმებიან კვარტეტზე, რომლის ანალოგი არა თუ საქართველოში ან საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოშიც არ არსებობს. მე მრავალი წელი შევალია მკვლევას და განამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ 4 ძმის ასეთი დონის სიმებიანი კვარტეტი არ არსებობდა და არ არსებობს დღევანდელ მსოფლიოში. ეს არის 4 ძმის შანიძეების სიმებიანი კვარტეტი. რომლის ისტორია, რომელსაც ახლა მე მოვყვები თქვენის ნებართვით, უფრო ლამაზ ზღაპარს ააგავს, ვიდრე სინამდვილეს, რამე თუ, აი სასწაულია, ასე ვთქვათ, საქმე ეხება იმას, რომ ესენი არა მარტო, ასე ვთქვათ, ლეგენდარული მუსიკოსები არიან, ღმერთმა იყვნენ უпроსორეთ, ღმერთმა ისე ინება, რომ მათ თვითონ კონდათ არანაკლებ თუ მეტი არა უფრო ლეგენდარულ პიროვნებებთან და ეს შემოქმედებითი რომ არა მეორე მსოფლიო ომი დღეს ჩვენ შეიძლება უფრო სხვა დონეზე გვესაუბრა ამ არაჩვეულებრივ ადამიანებზე. ბატონ თემურ, სანამ გადავალთ უკვე უშუალოდ ძმები შანიძეების შემოქმედებაზე, მოდით დავიწყოთ საუბარი დომენტი შანიძით, რომელიც იყო მამა, ხო, ძმები ლეგენდარული ძმები შანიძეების, როგორც თქვენ შესანიშნავ სტატიაში არის მოცემული, დომენტი შანიძე მცირე ამონარიც წავიკითხავ ამ სტატიიდან, დომენტი შანიძე 1821-23 წლებში სწავლობდა თბილისის ახლად განსლილი კონსერვატორიის თეორიულ განყოფილებაზე ზაქარია ფალიაშვილის კლასში, რომელიც იმავე დროს კონსერვატორიის დირექტორი იყო. მან დაგვიტოვა მოგონებები და ასევე არსებობს ფოტოსურათი წარწერით შანიძეების ოჯახს, რომელიც ამჟამად ფალიაშვილის მუზეუმის საკუთრება არის და დომენტი შანიძეს პირველ მეუღლესთან შეეძინა 4 ვაჟი. კოტე, ვახტანგი, სერგო და შოთა და მუსიკაზე ფანატიკურად შეყვარებულმა დომენტიმ თავიდანვე ჩაიფიქრა, რომ მისი შვილები არა მარტო მუსიკოსები უნდა გამხდარიყვნენ, არამედ მათ სიმებიანი კვარტეტი უნდა დაეარსებინათ და აქედან გაჩნდა ეს იდეა, ხო? და შემდეგ რამხელა შრომა ჩაიდო აი ამ ყველაფერში და ძალისხმევა. აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, კალბატონო თეიკო, აბსოლუტურად სწორად აი მე 4 შესავალში რომ იმას რასაც მე მოვყვები შეიძლება ლამაზ ზღაპარს უფრო გავდეს, მაგრამ ეს არის აბსოლუტური სინამდვილე, რასაც მე ვიტყვი ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ, რამე თუ მე მქონდა ბედნიერება რომ ამ 4 ძმიდან 2-ს პირადად ვიცნობდი, ცოტა დროის მონაკვეთში სამწუხაროდ ისინი გარდაიცვალენ ერთი 1987-ში, მეორე 1994-ში, მაგრამ მთელი ბედნიერება იმაშია, რომ მე ვაგრძელებ მათ სერგო შანიძის ქალიშვილებთან ისინი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მეგობრობას კალბატონ გულიკოსთან და კალბატონ ირინასთან და ბევრი რაღაცას რომელსაც მე ვწერ და ვიტყვი, ეს მათი მონათხრობიდანაც არის და კიდევ უფრო მეტი მადლობა ღმერთს დიდხანს აცოცხლოს მათი თხინვალე მოწაფეები ეს უდიდესი მუსიკოსები, უდიდესი თამაზ ბათიაშვილი, რომელიც არის ჩვენი ლეგენდარული ლიზიკო ბათიაშვილის მამა და ნოდარ ჟვანია, რომელიც აგრეთვე ლეგენდარული მუსიკოსი, რომელიც არის დღეს კონსერვატორიასთან არსებული ნიჭიერთა
აწლების დირექტორი. ასე რომ მათი მონათხრობიდანაც და მათი ასე თქვა წერილებიდანაც ბევრი რაღაცა გავიგე მე ამ ძმების შესახებ და შესაბამისად აი გადმოვეცი შეძლების დაგვარად იმ ჩემ წერილში რომის შესახებაც თქვენ ბრძანეთ. ეს იყო პირველი სიმვებიანი კვარტეტი საქართველოში, ხო? აი როგორ შეიცვალა ამან საქართველოს რეალობაში მუსიკალური ცხოვრება და ის ატმოსფერო და გარემო, რომელიც არსებობდა იმ პერიოდში კლასიკურ მუსიკასთან მიმართებაში. დიახ, აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ. საქმე იმაშია, რომ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს მომიწევს რამდენჯერმე სიტყვა ლეგენდარულის ხმარება, რამე თუ ჩვენი კონსერვატორია ძალიან მოკლედ ვიტყვი, კონსერვატორია დაიბადა რომ მიტყვიან 1917 წლის 1 მაისს ოფიციალური თარიღია მისი დაბადების და იმ პერიოდში და ცოტა უფრო ადრე მუსიკალურ სკოლაში ასწავლიდნენ მართლა ლეგენდარული მასწავლებლები. მეგობრებო, არ შემიძლია რომ ეს სიტყვა არ გავიმეორო, იმიტომ რომ როდესაც საქმე ეხება გენრიხ ნეიგაუს, როდესაც საქმე ეხება ალექსანდრ გოლდენვეიზერს, როდესაც საქმე ეხება მარია იუდინას, ევგენი გუზიკოს, ქართველ დიდ მუსიკოსებზე, ზაქარია პალიაშვილზე, დიმიტრი არაყიშვილზე და ბალანჩილაძე და სხვებზე არ ვისაუბროთ, აი ეს ადამიანები მოღვაწეობდნენ ჩვენი კონსერვატორიის დაბადების დღიდან თბილისის კონსერვატორიაში და ეს პირველი სკოლა გაიარეს ამ ძმებმა, ამ ლეგენდარულმა ბიჭებმა. ბიჭებს ვიხსენებ, იმიტომ რომ იმ პერიოდში ისინი ბიჭები იყვნენ. მათ 1931 წელს ისინი შევიდნენ და დაამთავრეს წარმატებით 1936 წელს თბილისის კონსერვატორია. აქ ისინი გაეცნენ და იყვნენ მოწაფეები გოლდენვეიზერის და ესეთი ადამიანების. შემდეგ ძალიან ცოტა ხნით ისინი ევგენი მიქელაძესთან როგორც უკვე სიმებიანი კვარტეტის წევრები მუშაობდნენ, მაგრამ მამამისმა ბატონმა დონენტიმ იმ ლეგენდარულმა კაცმა გადაწყვიტა, რომ მათ შვილებს კიდევ უფრო მეტი უნდა ესწავლათ, კიდევ უფრო მეტი ღრმა ცოდნას დაუფლებოდნენ და ისინი 4-ვე შვილი ხას უსვალ ერთდროულად წაიყვანა მოსკოვში. მოხდა პირველი პარადოქსი. მე დავინტერესი და ასეთი შემთხვევა მოსკოვის კონსერვატორიაში არ ყოფილა. ძმები მამასთან ერთად ჩავიდნენ იმ პერიოდში, როდესაც მოსკოვის კონსერვატორიაში დაამთავრებული იყო მისაღები გამოცდები, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ეს ლეგენდარული მასწავლებლები ნეიგაუზი, იუდინა, გოლდენვეიზერი, გუზიკოვი და სხვები უკვე მოსკოვის კონსერვატორიაში მუშაობდნენ, მათ რექტორს უთხრეს, რომ ესენი ჩამოყალიბებული მუსიკოსები არიან, ესენი გენიალური ხალხია და ამიტომ გთხოვთ და მიიღოთ გამონაკლისი და 4-ვე დაუშვათ სასწავლებლად მოსკოვის კონსერვატორიაში. რექტორმა გამოსცა უნიკალური ბრძანება, გამოცდების თაობარებლად ეს 4-ვე ძმა გახდა მოსკოვის 1936 წელს გახდნენ ისინი მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტები. ბატონ თემურ, თუ დიახ, უკაცრავად დაასრულეთ და დიახ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ხდება ასე ვთქვათ, ასეთი მოვლენები ცხოვრებაში, ვინაიდან ჩვენ ყველანი ღმერთის შვილები ვართ და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 1915 წელს ასტრახანში ეს ნაწილი გამოუტოვე და ძალიან საინტერესო არ არის. დაიბადა ერთი ძმა სერგო შანიძე. იმავე წელს ოდესაში დაიბადა გენიალური სვიატოსლავ რიხტერი. 1915 წელს 16-ში დაიბადა შოთა შანიძე და იგივე ოდესაში დაიბადა აგრეთვე გენიალური ემილ გილელსი და ესენი ერთმანეთს მოსკოვის კონსერვატორიაში შეხვდნენ და არა მარტო შეხვდნენ, ერთად სწავლობდნენ და უკვე სტუდენტობის დროს ისინი მართავდნენ არაჩვეულებრივ კონცერტებს, როგორც კონსერვატორიაში, ასე მოსკოვის ფილარმონიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენი კონცერტის ჩატარება მოასწრეს, იმიტომ რომ ვიცით, რომ დიდხანს არ იარსება, ხო, სამწუხაროდ. და თუ არსებობს ჩანაწერები თუ არის შემორჩენილი, თქვენ გიწერიათ თქვენს არაჩვეულებრივად საინტერესო სტატიაში, რომ არსებობს ოჯახური ფოტოსურათი და თუ არის შემორჩენილი, ვთქვათ, ჩანაწერები, რომელიც შეიძლება, ვთქვათ, ჩვენმა მსმენელებმა კიდევ ერთხელ გავუშვათ სურვილი რომ დაუბრუნდნენ და მოусმენ. ჩანაწერებზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ ამჟამად, ესე იგი
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნაწილი ამ არქივებისა არის სამტრედიაში არსებობს მუსიკალური სკოლა, რომელიც დომენტი შანიძის სახელობს. დომენტი შანიძემ ამ ლეგენდარულმა კაცმა ეს მუსიკალური სკოლა დღეს მის საპატიო სახელს ატარებს და თქვენ წარმოიდგინეთ ამ მუსიკალურ სკოლაში აგრძელებენ მუშაობას მისი შვილებიც. ანუ მეხუთე ძმის ამ შანიძეებს ყავდათ ეგრეთ წოდებული გერი ძმა, ასე ვთქვათ, მეორე მეუღლისგან მათ შეეძინათ ერთი ძმა ოთარი, რომელმაც აგრეთვე გააგრძელა მამის და ძმების ტრადიციები, ისიც გამოვიდა არაჩვეულებრივი მუსიკოსი და მას სამი ქალიშვილი ყავს, რომლებიც დღესაც მუშაობენ სამტრედიის მუსიკალურ სკოლაში. რა შეცვალეს? დიახ. სხვათაშორის ეს იმდენად სახელოვანი მუსიკალური სკოლა, რომ ეს მუსიკალური სკოლა დაამთავრეს ჩვენმა გენიალურმა და ყველასთვის საყვარელმა ბათუ კრავეიშვილმა თავის დროზე დაამთავრეს დიდმა დირიჟორებმა, როგორებიც არიან ხურცილავა და სხვები დაამთავრა ძალიან კარგმა მომღერალმა ტორონჯაძემ და ასე შემდეგ. ანუ ეს მუსიკალური სკოლა სამტრედიაში ხაზს უსვავ, აგრძელებს იმ ძვირფას ტრადიციებს, რომელიც დაიბადა ჯერ კიდე 1920-იან წლებში, ანუ ერთი საუკუნის წინ. აი პატარა ქართულ ქალაქში სამტრედიაში არსებობს ასეთი უნიკალური, მარტო ამისთვის ღირს ამ წერილის დაწერა და მარტო ამისთვის ღირს, ასე ვთქვათ, მთელ საზოგადოებას რომ მოუთხროთ, რომ პატარა ქალაქში საქართველოს ასეთი დიდი ტრადიციის მუსიკალური სასწავლებელი არსებობს. მე ძალიან ამაყივა, რომ ამ ხალხს ვიცნობ და ვაგრძელებ მათთან ურთიერთობას. ბატონ თემურ, და ერთგვარად რომ შევაჯამოთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ფინალისკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ გაგრძელდება ჩვენი საუბრები მუსიკაზე ამ ეთერში. ფინალისკენ რომ წავიდეთ, რა შეცვალა მუსიკალურ ცხოვრებაში ამ სიმებიანმა კვარტეტმა და ძმების შანიძეების შემოქმედება, იმიტომ რომ ვიცით, რომ მას შემდეგ რაც დაიშალა კვარტეტი, ისინი აგრძელებენ პედაგოგიურ საქმიანობას. რა შეიცვალა განმეორდები ჩემ კითხვაში, რა შეიცვალა მუსიკალური ცხოვრების მიმართულებით? მოგახსენებ ძალიან საინტერესო კითხვა. მათ მოსკოვის კონსერვატორიაში უკანასკნელი გამოცდა ჩააბარეს 1951 წლის ავადსახსენებელ 21 ივნისს და მეორე დილას დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. რაც შეეხება წინა კითხვას, არსებობს რამდენიმე აფიშა, მათ შორის აუცილებლად უნდა ვთქვა, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი აფიშა, რომელიც დათარიღებული 1940 წლით, რომელიც გვამცნობს, რომ მოსკოვის კონსერვატორიაში ჩაიკოვსკის დარბაზში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ სიმებიანი კვარტეტი ძმები შანიძეების და სვიატოსლავ რიხტერის შემადგენლობით. მათ დაუკრეს ბრამსის ნაწარმოებები და როგორც ცნობილია, ბრამსს აქვს ერთი არაჩვეულებრივი კვინტეტი, რომელიც შეასრულეს ძმებმა შანიძეებმა და რიხტერმა. საქმე იმაშია, რომ მეორე დილით დაიწყო ომი, როგორც მოგახსენეთ, ძმებმა ინსტრუმენტების მაგერად ხელში აიღეს იარაღი, მიუხედავად იმისა, ამას ხაზს უსვავ, რომ მათ შეეძლოთ არ წასულიყვნენ პირდაპირ ფრონტზე, იმიტომ რომ სტალინის გამოუცია ბრძანება, რომ მუსიკალური განსაკუთრებით მუსიკოსები, ასე ვთქვათ, აარიდეთ, რამე თუ შეიძლება მერე მათ კონცერტებიც კი გამართონ დივიზიებში და ასე შემდეგ, ძმებმა ხელში აიღეს იარაღი და სამწუხაროდ ერთი ძმა ვახტანგ შანიძე სმოლენსკთან გარდაიცვალა. მოსკოვის კონსერვატორიაში ჩემი საკუთარი თვალებით ნანახი, ერთ-ერთ კედელზე ამოტვიფრულია იმ მუსიკოსების სია, რომლებმაც ომში მიიღეს მონაწილეობა და ომში გმირულად დაეცენ და იქ წარმახოთ, აი შეიძლება მცრემლებიც კი მოგივიდეს კაც, როცა კითხულობ, რომ ამ ომში მონაწილეობა მიიღო ვახტანგ შანიძემ და მისი გვარი და სახელი დიდი ასოებით ამოტვიფრულია მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის დარბაზში. აი ასეთი ეს ყოდა. ამიტომ ძმებმა პრაქტიკულად იყო რაღაცა მცდელობა, მაგრამ არ გააგრძელეს სიმებიანი კვარტეტი შემოქმედება სამაგიეროდ მათ ძალიან დიდი ფურცელი ჩადეს არა მარტო საქართველოში კლასიკური მუსიკის განვითარებაში, არამედ შეიძლება ითქვას ნახევარ მსოფლიოშიც კი. რამე თუ სერგო შანიძე
პირველი ვიოლინოს სიმებიანი კვარტეტის მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს სიმებიანი კვარტეტში, სადაც იყო პირველი კონცერტმეისტერი, შემდეგ ის მონაწილეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი კონცერტმეისტერი იყო. ამის შემდეგ ის მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა სირიის არაბთა რესპუბლიკაში, დედაქალაქ ბეირუთში, სადაც იყო ამ კონსერვატორიის პროფესორი და შემდეგ მან მოღვაწეობა საზღვარგარეთ დაამთავრა კუბაში, სადაც აგრეთვე ეწეოდა პროფესორის რანგში მოღვაწეობას. რაც შეეხება შოთა შანიძემ გააგრძელა პედაგოგიური მუშაობა ძირითადში, პედაგოგიური მუშაობა მოსკოვის და თბილისის კონსერვატორიაში, მან აღზარდა ლეგენდარული, როგორც წეგან მოგახსენეთ, ლეგენდარული ბევიოლინეები, როგორც არის თამაზ ბათიაშვილი, ნოდარ ჟვანია, მანანა კანტარია, როდამ ჯანდიერი და სხვები, რომლებიც დღესაც კი მოღვაწეობენ, ასე ვთქვათ, თავიანთ ბრწყინვალე ხელოვნებაში და ასეთი ამაგი აქვთ ამ ძმებს. რაც შეეხება მესამე ძმას, უფრო ძმას კოტეს, ის ვიოლონჩელისტი იყო, არსებობს თქვენ წეგან ახსენეთ, თბილისის კონსერვატორიაში არსებობს ფილტიტა ჩანაწერი, სადაც ძალიან ცნობილი პროფესორი ციმაკი უკრავს უკვე კოტეს შანიძის მიერ დაწერილ ვიოლონჩელისტების ნაწარმოებებს. მან დაწერა აგრეთვე წიგნი ვიოლონჩელისტებისთვის შოთა შანიძესაც აქვს წიგნი, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის მოხდა, მე ამას დიდი გულისწყევილით ვამბობ, რომ მათ მოგონებები არ დატოვეს. და აიღეს ძალიან საინტერესო ინფორმაციები. თუ დრო გვაქვს 2 წუთი, მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მოკლედია. ძალიან მოკლედ იწურება სამწუხაროდ ჩვენი დრო. მოსკოვის კონსერვატორიაში მათი პედაგოგი იყო ვიოლინოს კლასში იყო ბორის სიბორი ეს უნიკალური პიროვნება, უნიკალური, ასე ვთქვათ, ვიოლინე და სწრაფად თუ წავალ თქვენით, ბორის სიბორი იყო ლეოპოლდ აუერის ებრაული წარმოშობის უნგრელი მევიოლინის მოწაფე და სიძე ქალიშვილის ქმარი. აუერი თავის მხრივ იყო იოზეფ იოახიმის მოწაფე, ხოლო იოზეფ იოახიმი იყო ის კაცი, რომელმაც ბრამსი დააკავშირა რობერტ შუმანთან. თქვენ წარმოგიდგენიათ, ესე იგი შანიძეები გადიან თავიანთი ძვირფასი ხაზით გადიან ლამის ბრამსზე. რამდენადაც მოუყვებოდა სიბორი ძმებს ამ ბრამსის შესახებ, იოხემის შესახებ, რობერტ შუმანის შესახებ, რამე თუ ეს იყო ცოცხალი მოწმე, რომელსაც ამ გენიოსებს, მართლა დიდ გენიოსებთან ჰქონდა ურთიერთობა. ეს არის შედევრი და ჩვენ და სამწუხაროდ მათ აეს ინფორმაციები მაგრამ თქვენს გამოცემებში მინდა რომ ჩვენს მენერებს კიდევ ერთხელ უთხრათ ჩვენი საუბარი რაღაცნაირად დასასრულისკენ წავიყვანო. თქვენს გამოცემებში ბევრი ისეთი ისტორიის შესახებ არის მოთხრობილი, რაც ნაკლებად ცნობილი იყო საზოგადოებისათვის და ნამდვილად ურჩევ მუსიკის მოყვარულებს, რომ გაეცნონ თქვენ წიგნებსა და სტატიებს, რომელიც ამ თემას შეეხება. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში გვერდებოდა თეიმურაზ ხორხომელიძე და ჩვენ საუბრობდით ძმების შანიძეების ისტორიის შესახებ.